მაგამ მივესალმები ჩვენს მაყურებელს ქრისტე აღზრდია და თავისუფლებას ინდისის პატიმრებს. იცით რა არის იმ მანდატის ფარგლებში ამ მანდატიც აქვს ეუთოს და ეს არის ისეთი ფართო მანდატი, უსაფრთხოება, დემოკრატია, არჩევნები ასე შემდეგ. ამ მანდატის ფარგლებში გენერალ მდივანი მოსკოვში იმყოფებოდა მაგალითად 12 მარტს. რუტინული ჩვეულებრივი ვიზიტია, ეუთო არის ისეთი ორგანიზაცია რა თქმა უნდა აგრეთვე ნებაყოფლობითი, მაგრამ სადაც სავალდებულო არ არის რაღაცა აბსოლუტური დემოკრატია, ადამიანის უფლებების დაცვა და ასე შემდეგ ამ ორგანიზაციის წევრები არიან არადემოკრატიული ქვეყნების. შესაბამისად, ეს არის რუტინული ვიზიტი, რომელსაც ქართულმა ოცნებამ ამ ბოლო დროს ძალიან მოსწონთ ეს ფრაზა, ოღონდ უადგილოდ იყენებენ რა უციგნურებიც არიან იმის დამადასტურებლად, ციური მანანა მოელვანდა ამას წინათ შავა პაპუაშვილს და ციურ მანანად ეხლა წარმოაჩენს ქართული ოცნება ამ კაცის აქ ვიზიტს, რომელიც არ არის არაფერი განსაკუთრებული, დიდებული და პირველ რიგში ცალსახად უთხრათ ჩვენს მაყურებელს, რომ არავითარ შემთხვევაში არ ნიშნავს ვინმეს მიერ აღიარებას. როგორც არ ნიშნავს ვინმეს მიერ აღიარებას, მაგალითად ის გამოხმაურება, რაც ავსტრიის კანცლერმა გააკეთა ცოტა ხნის წინ და პირიქით არის მაგალითად, იმიტომ რომ როდესაც ავსტრია იწყებს ლაპარაკს და ვენაში ეპატიჟება ვინმეს, ეს ნიშნავს, რომ ასეთი ქვეყანა არის ცივილიზაციურ სამყაროსთან კონფლიქტში და ვენა მოგეხსენებათ არის ადგილი, სადაც ასეთი კონფლიქტები წყდება ხოლმე. ეუთოს შემთხვევაშიც ეს არის რუტინული ვიზიტი, რომელზეც არ შეიძლება რომ დავაფუძნოთ რაიმე ფორმით ლეგიტიმაცია ამ ხელისუფლების, ვითომ ხელისუფლების, არც ლეგიტიმაცია და არც რაიმე ფორმით აღიარება. ამიტომ ძალიან უბადრუკად, კომიკურად და ძალიან სუსტად გამოიყურებიან, როდესაც ცდილობენ რომ რაღაცა პომპეზურობა შემატონ ამ ვიზიტს და რაღაცა წარმოაჩინონ, როგორც ამას დილიდან აკეთებს პროპაგანდისტული მედია, რომ თითქოს არჩევნებს ახან აკვირდება, ეს არის მთავარი კაცი. არ არის ეს ესე. უნდა გაუცრუოთ იმედები ქართულ ოცნებას და უნდა გვესმოთ ერთი რამ, რომ ამ კაცმა ილაპარაკა იმ ფართო მასშტაბში, ხო, პირდაპირ თქვათ, ხო, არაფერ კონკრეტულზე, ილაპარაკა ძალიან ზოგადად. სტაბილურობის აუცილებლობაზე. ვიტყოდი შაბლონურად. ხო, შაბლონური ლაპარაკი ახლა, როცა ლაპარაკობ მოსკოვში ჩადიხარ და იქ ლაპარაკობ მშვიდობის აუცილებლობაზე, თბილისში ჩამოდიხარ, აქ ლაპარაკობ სტაბილურობის აუცილებლობაზე, გასაგებია, ეუთო არის ორგანიზაცია, რომელიც წესდებაშიც ესენი წერია ყველაფერი. მაგრამ არაფერზე კონკრეტულზე ეს კაცი აქ არ ყოფილა რაიმე პოლიტიკური მისიით. შესაბამისად, ეს დანკარგად ესმის სინამდვილეში ქართულ ოცნებას და ის პირობებზეც შეიძლება იმიტომ თანხმდება და ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე უპირო ხალხი არის საქართველოში, მე ვინც კი მინახავს, რომელსაც საერთოდ არ აინტერესებს პირობები, მაგრამ აბსოლუტურად ყველაფერზე დაიფიცებენ. მაკა ბოჭორიშვილის წინადადება, რომ მზად არის შესრულდეს რეკომენდაციები, ესეც შაბლონური ტექსტი იყო, მაგას ვამბობ, შეხედე. ეგ შეიძლება შაბლონური ტექსტი არ იყოს, მაგრამ ეს არის ხალხი, რომელმაც უმაღლესი რანგის მედიაცია, როდესაც ევროსაბჭოს მაშინდელი პრეზიდენტი ბატონი შარლ მიშელი ჩამოვიდა ამ ქვეყანაში და პირდაპირ თქვა, საერთაშორისო საკითხებში, საერთაშორისო დიპლომატიაში ზოგადად ერთ-ერთი ყველაზე მაღალი რანგის მედიაცია იყო, ხო? ევროკავშირის ხელმძღვანელი ჩამოვიდა და გასწია მედიაცია საქართველოს ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის. და აი ეს დაახიეს თავზე, ეს შეთანხმება, ეგრეთ წოდებული შარლ მიშელის შეთანხმება დაახიეს თავზე მთელ ევროკავშირს, იმიტომ რომ ივანიშვილმა მოსკოვიდან სხვა დავალება მიიღო და მიიღო დავალება, რომ ის რეკომენდაციები, რაც იქ ეწერა, არ შეესრულებინათ, იქ რო შეგვესრულებინა, რაზეც მაშინ შევთანხმდით და ხელი ჩამოვართვით, დღეს სხვა ქვეყანაში ვიცხოვრობთ, მაგრამ არ აინტერესებთ ამ ხალხს თავის სიტყვაზე პასუხისმგებლობა არ აინტერესებს. ამიტომ არის ქართული საზოგადოების დიდი ნაწილი უიმედოთ და ამიტომ არის როდესაც პოლიტიკას ეჭვს თვალით უყურებს და პოლიტიკოსებს, რომ ქართულმა ოცნებამ ეს სტანდარტი დანერგა. უიმედობის სტანდარტი დანერგა, იმიტომ რომ უბრალოდ არაფერს არ ასრულებს. არც ერთ სიტყვას, არც ერთ ხელის ჩამორთმევას, არც ერთ პირობას, არც ერთ დაპირებას წინასაარჩევნოს არავითარი ფასი არ აქვს, იმიტომ რომ არასდროს არაფერს არ ასრულებენ. ამ შემთხვევაში იგივე მოხდება, ხო? ეხლა მაკა ბოჭორიშვილი ამას ლაპარაკობს რაღაცა ლექსივით ამბობს, რომ რაღაცა რეკომენდაციებს შეასრულებს, მაგრამ რეალობა სულ სხვა არის. რეალობა არის, რომ ჩვენ ცხოვრობთ ქვეყანაში, სადაც ნახევარი მთავრობის შემადგენლობა დასანქცირებულია, შინაგან საქმეთა მინისტრი მაგნიცკის სიაშია, 350 ნაწამები ყავს. ოფიციალურად ჟურნალისტი ყავს პოლიტიკურ ტყვეობაში. ხალხო, რაზე ვლაპარაკობთ? რაღაცა ამ ბოლო დროს გაუფასურდა თითქოს ამ საკითხზე ლაპარაკი და რითი განსხვავდება ამიხსენით სტალინის დროინდელი საბჭოთა კავშირისგან, ქვეყანა, რომელშიც
აი იმისთვის რის გამოც მზია ამაღლობელი ეხა საპატიმროში ზის. რისთვის ხალხო რაღაცა სახეზე ხელის მიდება, ეს ხო კატასტროფაა ეხა. ცოტა გვერდიდან რო შევხედოთ ამას და გავიაზროთ, ეს ხო კატასტროფაა სინამდვილეში. ეს ხო ჩვეულებრივი ბანანის რესპუბლიკა არის, აი იაფფასიანი პროვინციული დიქტატურაა სინამდვილეში. სადაც ეხა უნდათ რომ მთელი პროპაგანდა მუშაობს და უნდათ რომ მოვყიდონ, რომ ქალბატონმა, ქალმა რომელმაც ხელი შეახო სახეზე, ვიღაცა პოლიციის მაღალჩინოსთან არარაობას, ეს ქალი ეხა 7 წელი ამის გამო ციხეში უნდა იჯდეს. ეს ხო სიგიჟეა, ხო? მაგრამ ასეთ ქვეყანაში არის საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი. ამიტომ უზბეკეთის იქით, ხო, რავი, ბიშკეკის და ტაშკენტის იქით მაკა ბოჭორიშვილის ნაირ ადამიანებს გზა არ აქვთ და კი შეხვდება ეუთოს გენერალური მდივანი. შეხვდება აგრეთვე შესაძლებელია გაეროს გენერალური მდივანი. მაგრამ არ არის არც ერთ ევროპის დედაქალაქში მაკა ბოჭორიშვილის და ქართული ოცნების ხსენება და გაგონება არ უნდა, არც ვაშინგტონში და არცაც სხვაგან კიდე. კი ბატონო, მადლობა, თაზო დათუნაშვილი, კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოსთვის ერთ-ერთი ლიდერი.